ოზურგეთში ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა პროექტის პრეზენტაცია გამართა. თათია სამსონიძე განაგრძობს თემას. გურიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება ოჯახების მხარდაჭერის მიზნით პროექტი გურიის თემში ოჯახის გაძლიერების ბავშვის ოჯახისგან დაშორების პრევენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ პროექტის სოციალური მუშაკების სოციალური ცვლილებებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფარგლებში და ახორციელებს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. Hilfswerk ავსტრია, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია. ადგილობრივ დონეზე პროექტის პარტნიორები არიან ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი. ქვეყანაში მიმდინარეობს რამდენიმე რეფორმა სოციალურ სფეროში და ერთ-ერთი არის ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა, რომელიც ითვლება, რომ წარმატებული რეფორმაა, ვთქვათ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ მას აქვს რამდენიმე სუსტი მხარე და ერთ-ერთი არის სწორედ ეს, რომ არ გვაქვს ქვეყანაში კარგად განვითარებული ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები. და ამიტომ ვიფიქრეთ, რადგან სოციალურ მუშაკთა დიდი ნაწილი დაქირავებული არის სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და რადგან ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმაში მათი როლი არის განუზომელი, ეს კომპონენტი კი სუსტია, რატომ არ შევუწყოთ ხელი ამ კომპონენტის გაძლიერებას. ესე იგი, ამ ორგანიზაციამ ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ეს არის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ძალიან საინტერესო განაცხადი შემოიტანა და სულ 16 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან შეირჩა 5 და ერთ-ერთი არის ეს საინტერესო პროექტი. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა ჩაატარა კვლევა გურიის რეგიონში სულ ახლახანს, როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი 659 მოქალაქე გამოიკითხა, შეჭრილებული მოქალაქე ამ მიზნით შევარჩეთ, რათა გამოგვევლინა ადგილობრივი საჭირო, რა პრობლემები აქვს, რა პრობლემებს აწყდება, სოციალური მუშაკი რამდენად ხშირად მიდის და ასეთი ტიპის გამოკითხვა იყო, თქვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ გავაძლიეროთ ოჯახებს ხარი დაუჭიროთ იმისათვის, რომ თქვა არ მიატოვონ ბავშვები და მოხდეს ასე ვთქვათ პრევენცია ბავშვთა მიტოვების კუთხით.